Zavahari. ისე საზიზღრად ვითამაშე, რომ აბა გაუმარჯოს. Fide Masters ხდება ეს კარგი. დუნაიზე არ გავისეირნოთ? 7 დღეა 9 დღე რო აქ მატარო. აბა ჯონდის პირველი მოგება. ზურას უყარს ფერადი სასმელები რა. ჟოლოს ფანტა მოიტანა ინდეს, უეჭველი პარლამენტია? იმედი რატო შეჩემა ის რო იყოს მუზეუმი რო იყოს იმედი გაგიცრუდება? აი წავედი ახლა მე 10 წუთში უკვე იწყება მატჩი. როგორც დაკვირდით მეგობრებო, წავედით ბუდაპეშტი Open-ზე. ჩამოვედით ქუთაისში ძალიან ადრე, 3 საათით და 9 საათით ადრე. მაგრამ ჩვენ აქ არ მოვიწყენთ. რაღაცას მოვიფიქრებთ. ეხა ტელეფონით ვიღებთ, იმიტომ რომ კამერა არ გვაქვს, მაგრამ უნგრეთში რო ჩავალთ, იქ ვიყიდით. გავიგეთ რომ უნგრელებს ქონიათ მაგარი კამერები ქონიათ, ძალიან მაგარი კამერები ქონიათ, ორიგინალები ქონიათ. აქ თურმე რაც ჩამოდის, აფერი არ ვარ, უნგრეთის კამერები ყოფილა. აქ უნგრელები შემოდის და ეგრევე იყიდნენ. დაკვირდით რომ არ მოვიწყენდით და ჩვენ დაპირებას ყოველთვის ვასრულებთ, აბა. სიგიჟეს გავუმართოთ. ჩავედით თუ არა, გავვარდით კამერის საყიდლად. ერთ მოლში არ ქონდათ, მეორეში წავედით, იქ ერთი ცალი ქონდათ და ვიყიდეთ. კაი ამბავი მაქვს მეგობრებო. კამერას, რომელსაც ვეძებდი, ვიშოვე. თბილისში ხო ვერსად ვერ ვიყიდე. მეორადესაც ხო არავინ ყიდდა. ბუდაპეშტში ხო ყველგან ამოყიდული იყო. ბოლო ვიყიდე DJI Osmo Pocket. ამას ხალხო მომუფრთხილდეთ რა, ესე არ დავდოთ არასოდეს. იმიტომ ამას დაცვა ყავთ. ზვირიანი კი არა, ერთადერთი. ესეთი ამბები გვაქვს მეგობრებო და ხვალ უკვე გახსნის ცერემონიალით, დაგიბრუნდებით და პირველივე ტური იქნება ხვალ და იმედია ახალ კამერას გამარჯვებით დავასრულებთ რა. აბა თქვენ იცით. მე გაჩვენებთ რა ხედებით და კაი ქალაქი ყოფილა ბუდაპეშტი. დღეს იწყება ტურნირი. შეიძლება დღეს მე არ მომიწევს პირველი პარტია, მაგრამ ეხა გაგვახსენდა რომ წერა კითხვა არ ვიცი. ჭადრაკში უნდა ჩაიწერო პარტია და მოდი ესე ვქნათ რა გავიხსენო. წერა კითხვა. შენ სულა მიკარნახე მოქმედებიანი სულები რა? ხო. პაიკით იმით ამით რაღაცა ესე და თუ ჩავწერ სწორად რა. ამ შემთხვევაში ვწერთ ინგლისურად. იმიტომ რომ საქართველოში რო ვიყოთ ქართულად წერთ, მაგრამ როცა გამოსულები ვართ საზღვარგარეთ, უნდა ჩავწეროთ ინგლისურად. რამე რომ მოხდეს, დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. მითხარი, აბა, უცებ. მხედარი G4. Night. უნდა გამოვტო? ჩაწერისას თუ მივა? არ უნდა გამოვტო, მაგრამ უკვე არასწორია. ეგ არის მეფე. ეს king-ია, ხო? Night. ესე? არა. აბა? N-ი просто. N-ია night. N E4 მითხარი? G4. G4. შო ეგ არის. ხედარი G4 იქნება ეგ. ხედარი G4. აი, QB3. ყოველ დღე ამას თუ გავივლით, ჭადრაკში კი არა, ხელბურჩიც ვიზამ რამეს. 50,000 გამომწერზე ხელბურთელი გავხდები და უმაღლეს ლიგაში ვითამაშე. ვიღაცებს ჭადრაკი გონიათ რომ ზიხარ და რავი რა უნდა ჭადრაკი. უნდა აღმართები და კიბეები და რავი. კიდე კაი რომ 3 დღეში ამთავრებენ ტურნირს. 7 დღეან 9 დღე რო აქ მატარო ყოველ დღე ფეხით. ხელბურთს რო გადავწყვეტ, მე კი ფორმა შესვლა დამჭირდება, მაგრამ ჭადრაკისთვის ზედმეტი ფიზიკური დატვირთვა არის ხა. მაგრამ სისხლის
სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს და ეგ ტვინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი სიგარეტი არ მოწიოთ ამაშის დროს. ბევრი სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სიგარეტი არ მოწიოთ, ბევრი სიგარეტი არ ვა, გზაზე გამოვედით. აი ეს ნიშანი. ანუ დაღმართიც არის. ანუ ერთი გზა მთლიანად დაღმართი და მეორე გზა მთლიანად დაღმართი კი არა. ენაცვლება ერთმანეთს, რაც კარგია. გვაწყობდა, ესე გვაწყობდა. კი, იქ შლაგბაუმიდან შეგიძლია ალბათ მოვუარო რა. გონი ეს არის. წამო. არაფერია. კითხება, ჩეს tournament. I got a tip from Georgia. Georgia. Oh, it's very good. My name is Joseph. Nice to meet you. Nice to meet you. Java or Java? Java. Java. Java, sorry. Java had. Java ხაზია. Java had. Yeah. Perfect. Okay. So, is it okay if we shoot video for my YouTube channel? So, Yeah. this is for him. And this is the total cost. Okay, for two. ხო. Madluba. მადლობა. Yeah. Madluba. Okay. დასამატებელი იყო ერთწლიანი ლიცენზიის თანხა, როგორც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაშია, ეგრე ყოველწლიური გადასახადი, რომ თუ გინდათ რომ დაიპყროთ უნგრეთი და გაიტანოთ ყველა ტურნირი და ესეო, მთელი წლის განმავლობაშიო. კიდე თუ ჩამოვალთ ერთი წლის განმავლობაში უნგრეთში, ეს 8-8000 გადასახდელი აღარ არის. ხო, წელიწადში ერთხელ არის და რამდენი ტურნირის გინდა ითამაშე მერე რა. რაც მივაწყო. ეს შენი დივიზიონი არის. საათი და 10 წუთი გარანტირებული დრო ჩვენთან საათნახევარი ამართა და ყველა სულაზე 30 წამი. ჩემთან შეგიძლია გამოხვიდე და ხედო პარტიას. არ თამაშობ შეჩემა ვისვენებ პირველ ტურს. შემისები აქ არ არის გამოკრული და ნახავ, იქით იქნება გამოკრული სადღაც და ერთი ქულა გაქვს, ერთიდან ერთი. ბრავო. ჩვენიერია. ამ წამს პირველ ადგილზე ვიმყოფები ტურნირზე. FIDE Masters ხდება ეს კარგი. რაშვები მეთქი და ესე ოქნა და კაი აცუდია, რაიგე ხარა. ბევრი კომუნიკაცია არ შეიძლება ახლა. გამოკითხო ადამიანს არ მოსულა რა, ახლა ეგეთი რაღაცა. არ უნდა თქმევინო ვინმეს რომ რაღაცას მაიმუნობენ და cheating სხვა რა ადგილი და ასე შემდეგ. ამიტომ ახლა ბევრი კომუნიკაცია არ მოსულა რა. ვერ გავიგე, ყოფილია გახარებულია თუ რა არის, FIDE Masters ხდება. FIDE Masters თუ პირველ ტურში მოუგო. უკვე კაი განაცხადი იქნება. სულ ორი FIDE Master-ია A დივიზიონში რა, ტიტულიანი მოთამაშე. ნახოთ, შემდეგ ღერზე უფრო ჩავაცივდები. მეგობრებო, ჩვენს ნათამაშე პარტიებს ამ ვიდეოში შემოგთავაზებთ სწრაფად, აჩქარებულ ვერსიას, ვისაც უფრო დეტალური განხილვა გაინტერესებთ, ვიდეოს აღწერაში იქნება ყველა მატჩის ლინკი. ვა, საინტერესოა როგორ მოიგო. გავარჩიოთ.
აბა გაუმარჯოს. ტურნირის მაქსიმალური შედეგით დაწყებას 2-დან 2 ეგრე დავიწყეთ რა. დღეს მაქსიმალური 100% წამოვიღეთ რა. ხო. აბა თუ გამოიცნობთ მეგობრებო ჩვენ შორის რომელი იმყოფება პირველ ადგილზე. სატურნირო ცხრილში რა თქმა უნდა. პირველი ტურის შემდეგ მეგობრებო პირველ ადგილზე ვიმყოფები მე. ეხა დავსერიოზულდეთ. აუ მაგარი რა იქნება იცი? ხვალ რო ჩემი მოწინააღმდეგე არ გამოცხადდეთ. 2-დან 2 უთამაშებლად იქნება ძალიან მაგარი. ამით დღე პირველი დასრულებულია. ამით დღე პირველი დასრულდა და ხვალაც 100%, 4 ქულით დაუბრუნებული. ხვალ 2 ტური არის. ხვალ არის 10-ის ნახევარზე და არის 5 საათზე თუ ხვალ 4 ქულით უნდა დაუბრუნდეთ. მე ამა ერთი კიდე ასეთი მეც აღარ დავლებ. 4 ქულის იყოს. ჩვენმა ენთუზიაზმმა ჯანსაღ ცხოვრების წესზე პირველივე დღეს დაკარგა არსი. ეგრე ხო ჩამოვედით რომ დავაი ადრე გავიღვიძოთ, ფეხით ვიაროთ, კარგად მიყვებოთ რაღაცა და მეორე დღეს მოდი ტაქსით წავიდეთ. მოსალოდნელი იყო. აი მართლა გუწფედად ვამბობ რა რომ აღმართები რო არ ყოფილიყო და სწორი გზა ყოფილიყო, დღესაც ფეხით წამოვიდოდი, მაგრამ აღმართები გაახედე პროსტა კამერას საერთოდ. არ შემიძლია მაპატიეთ ხალხო რა, აღმართები ჩემი არ არის რა. თან ზურამაც იმენა იმდენი იწუწუნა გუშინ, იმდენი იწუწუნა რა. მოდი ტაქსით წავიდეთ. აბა ჩვენ ვიცით დღეს 2 თამაში გვაქვს. აბა ჩვენ ვიცით. აი წავედი ახლა მე 10 წუთში უკვე იწყება მატჩი. რო შეკპირდეთ რომ არ ვინერვიულებ, რა მაქვს ანერვიო, არ მუშაობს ეგრე ორგანიზმი. ესეთი შეგრძნება მაქვს რომ საქართველოს საბერძნეთის პენალტები იწყება და მე ვურტყამ პირველს. იმედია ისევე დავარტყამ პირველს, როგორც ჩვენ დავარტყით მან. კოჩორამ არ დაარტყა პირველი პენალტებში? კოჩორა იყო პირველი. ხო. ბოლოს გაი. ბოლო დარტყმას უნდა გააკეთო. ვინერვიულებ, მაგრამ ვინერვიულებ სწორი მიმართულებით რა. ხო, რავი, ნერვიულობით ნაკლებად რა. ანუ გადალახეს. გუშინდელი იყო მოთელო გაი. არა, ისე რამდენიმე ტურს რო თამაშობ უკვე მე ხან ნერვიულობა აღარ არის არც პირველ ტურში და მაქსიმუმ ბოლო ტურში რა, როცა საპრიზოები და რაღაცეები წყდება და ეხლა ნერვიულობის დრო არ მაქვს ჯერჯერობით, ესე რომ მარტო ფიქრი მოგებაზე და კარგ თამაშზე რა. აი ბიჭი, აბა წარმატებები. მადლობა, მადლობა. ხედარი G4. Night. აბა ჯონდის პირველი მოგება. ბიჭო, მე მგონი კარგი პარტია მქონდა. მაგრამ მე ნუ რო შევაგდებთ კომპიუტერში, რავი, AI გვეტყვის შეიძლება მითხრას რომ აი ბანძად ითამაშე. არა, ეხა ამ ეტაპზე მგონია რომ კაი პარტია იყო. ბიჭო, მე მგონი არ ვინერვიულე რა. რაღაცნაირად ისე აეწყო რომ ბიჭო რა აღმოაჩინე იცი? რაღაც გეგმა თუ მაქვს თამაშისას, აი თუნდაც ისეთი პაიკის მოგების სიტყვაზე რა. გეგმა თუ მაქვს, აი სულ 5 ჭადრაკს თამაშობ რა.
და ისე თუ აკეთებს სულებს უბრალოდ თუ ავითარებს სულებს რაღაცა ის დიდი გეგმის გარეშე. ხო იცი გეგმა. აუ ერთი-ორჯერ სულის ჩაწერა დამავიწყდა და ავირიე და გავიხსენე იმან რა ჩაიწერე, იმან რა ქნა მე რა ვქენი და შეიძლება შეცდომით მაგ პარტია ჩაწერილი არ. ზურას კარგი პოზიცია აქვს. კარგად უტევს მე და შაჰაბასი არის. კაი, ნახოთ რა. ნუ 200-ი ქონდა რეიტინგი. და იგრძნობოდა რა ახლა რაღაც მომენტებში ძალიან კარგად დაიცვა თავი, მაგრამ 200-ი ახლა 270 თუ რაღაც. რაღაც მომენტებში ძალიან კარგად დაიცვა თავი. და ცოტა ისე. გამიჭირდა კი, მაგრამ იცი, ნუ 1 საათი მქონდა კიდე საათი რა. იმას 10 წამი თუ ბოლოს რაღაცები 20 წამი 30 წამი. ხო, არა, იმის დროზე ფიქრობდი და ბოლოს შეცვლები უკეთე რომ აი ბლიცი ავყევი დროში რა. სწრაფად უნდა მეთამაშა რომ იმასაც არ ეფიქრა და ბლიჩი ვერ მაჯობებს აქ ვერავინ. ამ ტურნირში ვერც ის ვიდემასტერი ვემაჯობებს დარწმუნებული ვარ. ბულეტი უფრო იყო ვიდრე ბლიცი, იმიტომ რომ წამებზე იყო თამაში და ბულეტში აი იუმორის წესები მოითხოვს რომ ეხლა დავაბულინგოთ ბლატაობაზე, მაგრამ ბლიცში მართლა ტოპია. არა, ბულეტში უფრო. ბულეტშიც და ბლიცშიც ტოპია რა. მაყურებელს უთხრათ რომ აწი ყველა პარტია უფრო და უფრო რთული იქნება. იმიტომ რომ ჩვენ ხო ეხლა 2-2 ქულა გვაქვს. შეხვდებით 2-2 ქულიანებს ეხა. თუ მოვიგებთ, მე 3 ქულა გვექნება და 3-3 ქულიანებს შეხვდებით. მე 4-4 ქულიანებს, ბოლოს შეიძლება 6-6 ქულიანები შეხვდეთ. ანუ აწი სულ უფრო რთული იქნება რა. თამაშობს 6-6 ვერავის ვერ იქნება. მატიკო, პირველ დაფაზე ვარ, მატიკო. ტურნირის პირველ დაფაზე მოვხდი. ტურნირის ფავორიტს ხვდები. მეორე ნომრად განთესილს, პირველ ნომრად განთესილმა წააგო გუშინ და მეორე ნომრად განთესილს ხვდები. ეხა 2-2 აქვს მოგება. თავარი ფავორიტი ამ წუთას ტურნირის გოგოა უნგრელი, ძალიან კარგად თამაშობს. შავებით მიწევს ფავორიტთან თამაში. რომ შემეძლოს წინა ტურს ვითამაშებდი შავებით და ამას თეთრებით ფავორიტთან. მაგრამ ბიჭები ვაპირებთ რომ ყველაფერი დავდოთ რა. ძალიან კაი გოგოა, ნახე მისი თამაში დავაკვირდი წინაზე, კარგად ითამაშა ძალიან რა. ნახოთ ეს თუ მოვიგე, მერე უკვე შეიძლება ოები ვიძახოთ რა. უბრალოდ სხვები იტყვიან ზურა თუ მოიგებს დღეს 3-დან 3 უკვე ძალიან სერიოზული ამბავია და დანარჩენს ზურა მოგვახსენებს. ხო.
ისე საზიზღრად ვითამაშე, რომ მენა თავიდან ისდეცი აი შემრცხვა, ანუ აი ახლა მე ვინ ჩემი ფეხები ვარ, რო თქვა რომ არ შემეფერებოდა ასეთი თამაში თქო, მაგრამ იუთუბერსაც რო არ შეეფერებოდა ისე ვითამაშე. თავი და მივხვდი რომ ისა რა პროფებმა რაც მითხრეს, ზუსტად ეგ ამიხდა რა. ნოდარი მასწავლებელმა, რომელიც დაგვთანხმდა მასწავლებლობაზე, მადლობა ნოდარს. მომწერა რომ კლასიკი ბოლოს როდის ითამაშე, ანუ მრავალსაათიანი პარტია რა. მეთქი რავი 24-23 წლის წინ ვითამაშე მეთქი რა და მაშინ დაგენძრეო. ხო და რა დღეში რამდენი თამაში გაგვთო და მეთქი 2. აუ მე ერთზე გითხარიო რომ ვერ გაკაჩაო ფიზიკურად და მეორეზე ძალიან დაგერხევა. ივარჯიშეო. არა, ჭადრაკში კი არა. ფიზიკურად ივარჯიშეო. ირბინე და რაღაცები გაკა. ხო და ზუსტად ეგ მოხდა დილით. კარგად ვითამაშე, მაქსიმალურად კარგად და საღამოს აი თამაშობდი, აი აზრზე რო არ ახარ, ხო იცი, აი დეწკიმაც რო გისვამენ. აი ეგრე ვითამაშე და ამიტომ არ ავტვირთავ. მარტო იმ ნაწილს ლამაზად რო ვითამაშე. ზურარაშვება ხო არ გინახა, შევალე ხა. გამოვედი ახლა ყაიმით დავასრულე პარტია 3-დან 2.5. ძალიან კარგად დაიცვა თავი რა, კლასი ეტყობოდა აშკარად. ძალიან ყველაფერი იდეალურად გააკეთა და დაცვა შემოგთავაზა კარგი. სტრატეგიულად და რეიტინგის მხრივაც იდეალური შედეგია რავი ახლა. ყველა მხრივ შავი ფერით თან. კი. ხო, ნუ არა, ხო არ იყო ისეთი რომ უოჭველინა მომეგო ამ მოჭადრაკესთან. საკმაოდ კლასიანი მოჭადრაკე იყო და რა. დანარჩენს ნახავთ ხვალ. დროებით. 6 შესაძლებლობიდან ჯამში 5.5 გვაქვს. მეგობრებო, ჯამში არხი უჯარიმოდ მისი 2 წარმომადგენლით ლიდერობს ტურნირში. ჯამში გუნდურში პირველზე ვართ. ოლა. შვენიერი დღე გამოვიდა. გილოცავ. ხვალაც ესეთი ლამაზი სატურნირო მდგომარეობა ქონდა. ხო და ჩემს პირველ ქულას ისტორიაში ფიდეს ეგიდით ჩემს პირველ პატიკო შედილუდი სად არის? ჩემი პირველი ქულა დასასვენებელი არის ხა. შენ გახსოვს შენი პირველი სარეიტინგო მოგება? არა. ეს ახალი თაობა რა, ვირის ხორცები არის. არაფერი ამათ არ უყვირთ, არაფერი ამათ არ უხარიათ, რანაირი ხალხია. ხო, აი მოვიგერა. სამი ქართველი თამაშობს ეხლა, უბრალოდ ერთი თამაშობს 2 სკამზეა. კობოური და კვეკვესკირი არიან სკამზე. პერიოდზე ერთად ჩვენ ვაპირებდით რომ სტადიონზე წავსულიყავით და ვლოგში ჩაგვესვა თამაშთანაც მომენტები, მაგრამ ჭადრაკის ამის გამო გაიწელა ტური. სტადიონი კი არა, სად ვარ, მეგონი სტადიონზე ვარ და არა, მართლა ძალიან დავიყალეთ და ვეღარ მოახერხეთ და თან ისა რა ქვია უკვე ამბიციები ორი ტური 2-4 საათიანი ტური არის სიკვდილი. თან ეხა რაღაცა ის შანსი გვაქვს რომ რაღაცისთვის ვიბრძოლოთ და ეხა ფეხბურთის დრო არ არის რა. პერფორმანს რეიტინგი რამდენი მაქვს მეგობრებო, იცით? პერფორმანს რეიტინგი 2500 მიწერია ჩემს რეზალტზე. 2500. რა თქმა უნდა, ჩესკომი არ მომანიჭებს ამ ხელა რეიტინგს, მაგრამ პერფორმანს რეიტინგი ამ წუთას მაქვს. რა თქვი ჩესკომი? ხო, ფიდე რა თქმა უნდა არ მომანიჭებს ამ ხელა რეიტინგს, ალბათ 1800 მომცემს თუ ასე გავაგრძელებ 1000 რაღაცა 800 რაღაცას, მაგრამ პერფორმანს რეიტინგი მაქვს დიდო სტატისტიკა.
unter der Corona-Einstopfeterei. Okay. რაღაცა მოუგუგლეთ და ადგილობრივები სად ჭამენ, ეგეთ ადგილას შემოვედით და უნგრელებს მაგარი წითელი ღვინო გვაქვს. ესე იტრაბახეს Google-ში. აღნიშნავთ ტურნირის დაწყებას, კარგად დაწყებას, კარგ სტარტს და იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ლამაზად, როგორც დავიწყეთ, ისე. აბა ჩვენ ვიცით, მერე წავალთ და ცოტა ხანი ქალაქს დავათვალიერებთ და მერე ეგრევე უნდა შევწვით. დავიძინოთ, დავისვენოთ. ამის თავს გამომარჯოს. მე მგონი ტყუილად არ წრავა ხო? ეხა შევკვეთეთ. ანა რაღაცა ქვევრის ხო. ღვინის გემი. გულიაში შევკვეთეთ ვედროთი. მართლა და იმედია მართლა ვედროთი მოიტანენ. არც ისე დიდი გასაშიარებელი ის მოვიდა დანადგარი, მაგრამ ჩვენ ეხა ცოტა ყველაფერი გვინდა უნგრული გავსინჯოთ, ამიტომ გვეყოფა რა. ისე მაქსიმუმ 2 კაცის ამბავი არის რა ეს. გადმოგიღებ პატიკო და გავსინჯოთ გულიაში. ეს შენ მე პირდაპირ ამაში შევჭამ. გადმოგიღებთ და მაიტა შენს გადმოგიღო. ზურამ ცეზარი შეუკვეთა არსად წასაყვანი ადამიანი რა ცეზარი საუბრეთ ბუდაპეშტში რა თქვინდა ცეზარი მიყვარს და რა მიყვარს ცეზარი ეხლა დამოთ მე კიდე თუ ამას დავამატებთ შევაფასებთ მე გავსუნაგდით და კიდე რაღაცების გასინჯვა მოგვინდა და ძალიან არეულად უკვეთავთ რაღაცებს პირველს, მეორეს, მესამეს, სხვადასხვა. ხო და ეხა ლობიოს სუპი მოგუგლეთ ერთ-ერთი კერძი, ეგეთი ამოაგდო ადგილობრივი თუ არა, ადგილობრიობაზე რო პრეტენზია აქვს და ნახოთ რა იქნება. კიდე დავამატეთ რაღაცა ფერმერის რაღაცა ქვია კერძს რა, ფერმერის სიხარული. ის რა იყო თვალის ჩაბაჭუნება. ო, რაღაცა ფერმერის ცოლის თვალის ჩაბაჭუნებაც იყო ეგეთი კერძი. მაგრამ ჩვენ მაინც ტურისტები ვარ, ზედმეტ ხათაბალას მოვერიდეთ და არ შევა. ასეთვე. უცნაურია. უცნაურია თუ კაია. საინტერესოა. წარმაგარი არ არის ესე. უნთან ერთად არის შეიძლება წაიგო. საინტერესო თვალე გაიგე. შეიძლება. ხო, საუკეთესო არჩევანი არ არის დღეს, მაგრამ 10-დან 3? 5. ნახევარი მაინც მოიავსა. ჯავახამ ლობიო სუპი შევუკვეთე და ჩვენ ესენი. აშკარად ფერმერის ძოლი უფრო ხელა. ხო, ამათი შეკვეთა უფრო წარმატებული აღმოჩნდა ერთი შეხედვით, მაგრამ ჩემ სუპში შიგადაშიგ აღმოჩნდა ძეხვეული. ასე რომ 5-დან 6-მდე ავწია ჩემი ქულა. მაგრამ ეს აშკარად უფრო კარგად გამოიყურება. პატიკო ძალიან კმაყოფილია. მას არიხებს. ზურა როგორც მავნე ბავშვი ტრადიციულად ხახვები გადაალაგა გვერდზე, რაღაცები ამოაკლო და დაიტოვა მარტო ძეხვი და ჭამს ძეხვს მარტო. აი მე ჩემი ბავშვობა ზურა არის ჩემი ბავშვობა, ოღონ 12 წლამდე. რაო ზურა რა, კიდე რისი გადალაგება გინდა? მაგრამ ხახვი მარტო, კარტოფილი ხორცინი ის კაი. მონადირული. ეს არის ყველა კერპში, რატომღაც ეს არის ყველა კერპში. კი, მონადირულ ძეხვს უშვებიან ყველაფერში. ყველაფერში არის. სუპშიც იყო, ლობიო სუპშიც იყო, ჩაი დავლიეთ და იქაც იყო. ყავაშიც არის. ტორტშიც უშვებიან ხოლმე. ანგარიში რომ მოვა გეტყვით. ვითომ ძალიან ძვირი იყო. ესე ვთქვათ. ყველა ხო აკეთებს ეგეთ ვიდეოებს, რომ ნახეთ 10 ევროთ რა იაფად ვიცხოვრე სამყაროში. იმდენი ჭამეთ და შევუკვეთეთ რა ნახევარი უკან წაიღეს რა. უბრალოდ
გასინჯვა გვინდოდა რაღაცეების რა, ანუ ღვინო არის აღმოჩენა, უნგრული ღვინო ყოფილა ძალიან კარგი. დუნაიზე არ გავისეირნოთ? აიგდება. წყალითან ისეთი არის რა. კარგი ენერგიით გმუხტავს და უეჭველი ჩემპიონები გავხდებით. დინარეზე რო გავისეირნებს. თან ეს ხო იცი სად მიდის, პატიკო? შავ ზღვაში ჩადის. ჩვენ აქედან შეგვიძლია ბოლომდე ჩავიდეთ საქართველომდე რა. 1-4-5 თვე კი დაგჭირდება, მაგრამ ჩავა მე იქიდან უკვე ბათუმიდან უკვე მარშრუტკით რაღაცა სწრაფად წახვალ რა. ეხლა მე რა ცოტა განათლებული კაცი ვიყო, აი შენობებზე ეხლა ყველაფერს მოგიყვებოდით, რომ აი ეს ისე, მაგრამ არ ვიცი ეგეთები და მაგრამ შემიძლია დაუგუგლო, წავიკითხო და ვითომ ძალიან განათლებული ვარ, მოგიყვეთ ყველაფერი, რომ აი ეს აშენ და იმან ამას ესე უთხრა, რომ აუ ეს რო პარლამენტია ხო ვიცით? პარლამენტია ხო? აუ ამ შენობაში უეჭველი პარლამენტია? იმედია. იმედი რატო შეჩემა? ის რო იყოს მუზეუმი რო იყოს იმედი გაგიცრუდება? კი, იმიტომ რომ შემეშლება და თვითონ გამეცრუდება იქ. აი თუ არ არის. პარლამენტი? პარლამენტი. აუ არა და ბუქარესტის პარლამენტზე ვიცი რომ ყველაზე დიდია ევროპაში და ალბათ სოფლიოშიც და ანუ ეს არ არის ყველაზე დიდი. ანუ პარლამენტები გვევასება ევროპელებს. ახლა მე პარლამენტი და ეგ შენობები და რაღაცები არ ვიცი, მაგრამ აი გემის სახელზე ყველაფერი ვიცი. მოგიყვებით რას ნიშნავს ყველაფერს. ესე იგი, ეს ზინურუ ყოფილა ეგვიპტური და შუმერული სიტყვების კომბინაცია რა. სინათლის ძალა ეგრე ითარგმნება რა და მანტრა რა ფაქტობრივად ეს ხა და სულიერი გასხიოსნება გინდა სულის შრეცია. ანუ იდეაში რაცა არსებობს რა, ეხლა მოჭადრაკეს ეხა ტურნირზე რა უნდა გინდოდეს მაგაზე უკეთესია. იდეა მანტრა დავეხმარე. თან ეს ეგვიპტის მაგიის და სიბრძნის ღმერთი იყო თოთი და მაგასთან არის დაკავშირებული ეს ზინურო რა. ყოველ შემთხვევაში ინტერნეტში ესე წერია რა, მე თავს ვერ დავდებ ეხლა რა. რაც ეწერა იმას გეუნებით. ეხლა მე განათლებული კაცი არა ვარ ეხლა ასე რომ მე მაქსიმუმ დაგიგუგლავ თუ რამე გინდათ, დავგუგლავ მოგიყვებით. განათლებულიც რო იყო, მაინც ხო იმაში თქონდი რა წერია. ეს კი. ძალიან მიყვარს კუნძულები. არ მithქვამს ხო თქვენთვის კუნძულები რომ მიყვარს ძალიან. და ძალიან გულიმწყდება რომ საქართველოში ესეთი აი როვი სახელი რო ერქვას ესეთი კუნძული არა გვაქვს რა რაღაც ესეთი მასშტაბური რა. რამდენი ვილაპარაკე რომ კუნძულები მიყვარს თქო და დაკრუგა ამ დედამოყულმა. კუნძულთან კი არ მიმიყვანა. აუ ეხლა რომ დავბრუნდეთ საიდანაც მოვიდით და სულ ეს იყო რო გითხრა. დავშორდით კუნძულს. წავედი მე აღარ მაინტერესებს. კოპენჰაგენი მოგეწონება შენ ის აი რა სასმელებსაც სულ მაგ ფერებში არის ყველაფერი რა. ზურას უყვარს ფერადი სასმელები რა. ბავშვებს როგორც უყვართ ხოლმე რა. დაინახავს წვანე კოკაკოლას, აუ რა მაგარია წავა. ჟოლოს ფანტა მოიტანა იმ დღეს. ეგეთი ქალაქი არის რა. წვენების ასოციაციას გაწვანე წითელი რაღაცა რა. ის დაამუღამე? იმასაც სიგარეტის მაღაზიაში რომ მე 6 კაცკას ვამატებდი რაღაც იასამნისფერი ბალკონი დავინახე და ეს მომენტი მეთქი და ეგო სიგარეტი არა. მეგობრებო, ძალიან გრძელი და დამღლელი დღე გამოვიდა. ბევრი ვიგოდიალეთ, ბევრი ვითამაშეთ, დავიღალეთ, მაგრამ სასიამოვნოდ გაგვიჩნდა ჩემპიონობის შანსი. ეხლა დავისვენებთ და ვიდეოს მეორე ნაწილს დაელოდეთ აუცილებლად. არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ და ვიდეოს დალაიქეთ.